აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა სიმპტომებია ამ დროს, ხო? რას შევატყობთ ბავშვი იმ დროს, როდესაც უკვე манифестირებული, ანუ გამოაშკარავებული ხდება ეს დიაბეტი. იქამდე სამწუხაროდ სანამ აშკარა ხდება დიაბეტი, არანაირი სიმპტომი არ არსებობს და როდესაც უკვე манифестირდება და გამოაშკარავდება, ეს არის ხშირი შარდვა, წყურვილი, გაძლიერებული წყურვილი, რასაც ქვია, რაც ფაქტიურად შეუმჩნეველი შეიძლება ვერ დარჩეს, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ წყურვილი და ალია ერთი ჭიქა წყალი, ანუ ეს არის ძალიან ხარბად ეწაფებიან წყალს, შესაბამისად არის ხშირი შარდვა, ბავშვი რომელიც ღამის საათებში საერთოდ არ დგებოდა და არ საჭიროებდა საჭირო ოთახს უკვე ორჯერ, სამჯერ შეიძლება ღამის განმავლობაში ადგეს და შესაბამისად ამას მიექცეს ყურადღება. კიდევ ერთი მომენტია, ასეთ ბავშვებს უძლიერდებათ მადა და ზოგჯერ მშობელი პირიქით უჭმელი ბავშვი იყო და მადა გაძლიერდა, შეიძლება რაღაც დადებით მომენტადაც ჩათვალოს, მაგრამ ამის პარალელურად განსხვავებით სხვა მდგომარეობისაგან ბავშვი იღებს დიდი რაოდენობის საკვებს, თუმცა იკლებს წონაში. აი ესეც დამახასიათებელი მომენტია. გოგონებთან გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ტიპის ვულვოვაგინიტები, რაც ქავილით მჟღავდება და ამასაც მიაქცევს ახლა მშობელი ყურადღებას და მოკლედ ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი არის ერთი ელემენტარული ძალიან მარტივი გლუკომეტრით გლუკოზის გაზომვა, რა თქმა უნდა.